ეს თემა ეხება გაჩერებისა და დგომის წესებს. თქვენ მრავალჯერ მოგიწევთ ამ მანევრის შესრულება და ამიტომ ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეთ გაჩერებისა და დგომის წესები. როგორც წესი, გაჩერება სრულდება გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, როგორც ამ სურათშია მითითებული. ხოლო თუ გვერდული არ არსებობს, მაშინ გზის სავალი ნაწილის კიდესთან. რა თქმა უნდა, თუ არ არსებობს შესაბამისი ამგზავრლავი ნიშანი, გაჩერება აკრძალულია. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გაჩერება ნებადართულია გზის ორივე მხარეს. განვიხილოთ ესეთი მაგალითი. ისეთ გზაზე, სადაც ორი სამოძრაო ზოლია ტრანსპორტის ურთიერთშემხვედრი მოძრაობისათვის. დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ გაჩერდნენ გზის ორივე მხარეს. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ასეთ გზაზე არ უნდა არსებობდეს ტრამვაის სამოძრაო გზა. ესე იგი, ჩამოყალიბდეთ რა ბოლომდე. ისეთ გზაზე, სადაც ორი სამოძრაო ზოლია ურთიერთშემხვედრი ტრანსპორტის მოძრაობისათვის და ამ გზაზე არ არსებობს ტრამვაის სამოძრაო გზა, სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ შეასრულონ გაჩერება გზის ორივე მხარეს. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება, რომ ამ გზაზე არ არსებობს გაჩერების ამგზავრლავის საგზაო ნიშანი. ასეთი მანევრის შესრულება დაუსახლებელ პუნქტებში ეკრძალებათ როგორც სათვირთოებს, ასევე მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს. ხოლო ცალმხრივ მოძრაობიან გზაზე დასახლებულ პუნქტებში და მითითებულია აქ ცალმხრივ მოძრაობიანი გზა და დასახლებული პუნქტიც. მსუბუქ ავტომობილებს შეუძლიათ გაჩერდნენ გზის ორივე მხარეს. ხოლო სათვირთო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ გაჩერდნენ გზის მარჯვენა მხარეს, ასევე შეუძლიათ გაჩერდნენ გზის მარცხენა მხარეს, მხოლოდ ტვირთის ჩატვირთვა გადმოტვირთვის მიზნით. კარგად დავიმახსოვროთ. ცალმხრივ მოძრაობიან გზაზე დასახლებულ პუნქტებში მსუბუქ ავტომობილებს შეუძლიათ შეასრულონ გაჩერება გზის ორივე მხარეს, ხოლო სათვირთოებს გაჩერების უფლება აქვთ გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო მარცხენა მხარეს მათ გაჩერების უფლება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ტვირთის ჩატვირთვა გადმოტვირთვის მიზნით. აღნიშნული შესახებ, რაც ჩამოვაყალიბეთ, უამრავი კითხვები შეხვდებათ ბილეთებში. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებას ასრულებს, რა თქმა უნდა, შესაბამის საგზაო ნიშანთან. ამ ნიშანთან ერთად შესაძლებელია გამოყენებული იყოს მონიშნვის ყვითელი ზიგზაგისებური ხაზი, სადაც ჩერდებიან საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებები. მათ შესახებ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი გაჩერებებიდან იწყებენ მოძრაობას, ყველა მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებას. დასახლებულ პუნქტებში. კიდევ ვიმეორებ, ესე იგი, დასახლებულ პუნქტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როდესაც მოძრაობას იწყებს თავისი გაჩერებების ადგილიდან, მძღოლი ვალდებულია, ანუ ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ გზა დაუთმოთ საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებას. ხოლო საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალების მძღოლები მოძრაობას იწყებენ მას შემდეგ, როდესაც ისინი დარწმუნდებიან, რომ მას გზას უთმობენ. აი ესეა დასამახსოვრებელი. რაც შეეხება დაუსახლებელ პუნქტებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებიდან მოძრაობის დაწყების დროს თვითონ გვითმობენ გზას, ვინაიდან ისინი იცვლიან ზოლს და როგორც წესი ვიცით, როდესაც ზოლიდან ზოლში გადავადგილდებით, უნდა დაუთმოთ გზა პირდაპირ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. აი ეს ორი პრინციპული განსხვავება არსებობს დასახლებულსა და დაუსახლებელ პუნქტებს შორის. რაც შეეხება გაჩერებისა და დგომის აკრძალვის მოთხოვნებს.
როგორც წესი, გაჩერება და დგომა აკრძალულია შესაბამის საგზაო ნიშნების მოქმედების ზონაში. შეგახსენებთ, გაჩერება აკრძალულია ძალაშია, ანუ მისი მოქმედების ზონა ვრცელდება დადგმიდან პირველივე გზაჯვარედინამდე და თუ გზაჯვარედინი არ არსებობს, მაშინ დასახლებული პუნქტის ბოლომდე. აი ამ აღნიშნულ ზონაში გაჩერების უფლება არ აგვაქვს. დგომა აკრძალულია იგივენაირად გააჩნია მას მოქმედების ზონა და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ დგომა არ გვიგზავნებს გაჩერებას. რა თქმა უნდა, თუ ეს საგზაო ნიშნები შეხვდებიან, ყველა მძღოლი ემორჩილება ამ საგზაო ნიშნებს. მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ არსებობს ადგილები, სადაც ეს საგზაო ნიშნები არ გამოიყენებიან, მიუხედავად ამისა, კი გვეგრძალება გაჩერება. და ეს ადგილებიც, რა თქმა უნდა, ყველა ზედმიწევნით კარგად უნდა ვიცოდეთ. მაშასე გაჩერება აკრძალულია ხიდებზე, ხიდების ქვეშ, გვირაბებში, რკინიგზის ლიანდაგის გადასასვლელებზე, გზაგამტარების ქვეშ, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს. თუ ჩვენ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელს გადავკვეთავთ, მაშინ ამ მანძილის დაცვას უკვე აზრი აღარ აქვს. მიმდებარე ტერიტორიებიდან და ასევე გზაჯვარედინებზე პირობითად გზების გადაკვეთის წერტილებიდან დაცული უნდა იყოს 5 მეტრი. და ამ შემთხვევაში ეს სატრანსპორტო საშუალება, რა თქმა უნდა, თავის ასეთი მანევრით არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ხიდებზე აკრძალულია გაჩერება, მაგრამ აქვე მინდა გავაკეთო შენიშვნა, რომ თუ ხიდზე ჩვენ სამოძრაო მხარეს არსებობს 3 ან მეტი სამოძრაო ზოლი, მაშინ მძღოლებს გაჩერების უფლება აქვთ. რაც შეეხება დგომას. დგომა აკრძალულია ყველგან, იქ სადაც აკრძალულია გაჩერება და პლუს რკინიგზის გადასასვლელის წინ 50 მეტრზე ახლოს და დაუსახლებელ პუნქტებში მთავარი გზით აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე. და რა თქმა უნდა, ხიდებზე, როდესაც არ არსებობს ჩვენს მხარეზე 3-ზე მეტი სამოძრაო ზოლი. ყველაფერი ეს, რაც ჩამოგითვალეთ, ძალზე კარგად ჩანს შემდეგი სურათებიდან. განვიხილოთ ეს სურათებიც. ესე იგი, როგორც ვთქვით, სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული უნდა იყოს გზის მარჯვენა მხარეს, გზის სავალი ნაწილის კიდესთან, ან ასევე შესაძლებელია ტროტუარებზეც, თუ არ ვუქმნით დაბრკოლებას ფეხით მოსიარულეებს. და აქ არის აკრძალვები, რომ სატვირთოთ არ შეიძლება ტროტუარზე გაჩერება და არც ასეთი ხერხით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ორთვლიან მოტოციკლებს მისაბმელის გარეშე შეუძლიათ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები გააჩერონ ორიგად, აი ასეთი მითითებული წესით. ან საერთოდ გაჩერება და დგომა შევასრულოთ სპეციალურად გამოყოფილ სადგომ ადგილებზე. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ მძღოლებს ხანგრძლივი დასვენების მიზნით გაჩერების უფლება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ადგილებში, სადაც სადგომი ადგილია გამოყოფილი, ან ამ საგზაო ნიშნებით აღნიშნულ ადგილებში. კიდევ ვიმეორებ, ხანგრძლივი დგომის უფლება დასვენების მიზნით მძღოლებს აქვთ.
გაჩერების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ან ამ საგზაო ნიშნებით აღნიშნული ნიშნების მოქმედების ზონაში. შეეხება გაჩერება აკრძალულია ზოგიერთ მსმენელს ალბათ შეიძლება მეტწილად ვიზუალური მახსოვრობა უფრო კონდეს გამიმთავრებული და დავემახსოვროთ რომ რკინიგზის ლიანაზე რა თქმა უნდა ამას არ შეიძლება გაჩერება საგამტარების ქვეშ ხიდებზე სადაც ასეთი ორზოლიანი სამოძრაო გზა არსებობს ხიდების ქვეშ და როგორც აღნიშნეთ საჯვარედინის გადაკვეთის წერტილებიდან 5 მეტრზე ახლოს ნებისმიერი მიმართულებით თუ 5 მეტრი დაცულია მაშინ ასეთი ტრანსპორტი დგომისა და გაჩერების წესს არ არღვევს. დავიმახსოვროთ ასევე რომ თუ ჩვენს გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მთლიან ხაზს შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, გვეკრძალება გაჩერება. ჩვენ თქვით და კიდე გავემეოროთ, რომ ფეხით მოსიარულთა გადასასვლელზე აკრძალულია გაჩერება და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და მათ წინ 15 მეტრით და მათ შემდეგ 15 მეტრით ახლოს. აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ზონაში მძღოლებს არ აქვთ არც უკუსვლის და არც მობრუნების უფლება. და ასევე თუ ეს მონაკვეთი მონიშნულია ყვითელი ზიგზაგისებური ხაზით, სარგებლობთ იგივე წესით, რომ ამ ყვითელი ზიგზაგისებური ხაზით მონიშნულ ნაწილში არ აქვს გაჩერებისა და დგომის უფლება. და ბოლოს გაჩერება აკრძალულია ყველგან იქ სადაც ხილვადობა 100 მეტრზე ნაკლებია. რაც შეეხება დგომას, თქვით და კიდე გავიმეორებთ, რომ დგომა აკრძალულია ყველგან იქ სადაც აკრძალულია გაჩერება, ანუ რა ადგილებიც ჩამოთვალეთ და ასევე დაუსახლებელ პუნქტებში ამ ნიშნით, ანუ მთავარი გზა აღნიშნული გზის სავალ ნაწილის იქით შეგვიძლია გაჩერებისა და დგომის უფლება. და ასევე რკინიგზის ლიანდაგების გადასასვლელიდან 50 მეტრზე ახლოს, როგორც მის წინ, ასევე მის შემდეგაც. და წესებში არსებობს ასეთი მოთხოვნა, რომ თუ ჩვენ სატრანსპორტო საშუალება გაგვიჩერდა იძულებით იქ სადაც აკრძალულია გაჩერება, მაშინ პირველი მოთხოვნა არის ის, რომ მძღოლმა ყველა ღონე იხმაროს ამ სავალი ნაწილის განთავისუფლებისათვის. და შემდეგი წესები არსებობს, რომ უნდა ჩართოს საავარელო შუქურა სიგნალიზაცია და ტრანსპორტის უკან დასახლებულ პუნქტებში დააყენოს ავარიული გაჩერების საგზაო ნიშანი არანაკლებ 15 მეტრისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში კი არანაკლებ 30 მეტრისა. აი მოკლედ იმის შესახებ რაც ეხება გაჩერებისა და დგომის წესებს. და ეს მოთხოვნები უნდა შეასრულოს პირნათურად ყველა მძღოლმა. არასწორი გაჩერებები იწვევს საცობებს, აურზაურს და ასე შემდეგ. მადლობთ ყურადღებისთვის.